Христе აღსდგა. ჭეშმარიტად აღდგა. Христе აღსდგა. ჭეშმარიტად. Христе აღსდგა. ჭეშმარიტად აღდგა. Ილოს სპირიტუალე ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღეს ისეთი დღეა, როცა ადამიანი უნდა ხარობდეს ჩვენ მოისმინეთ სიტყვა წმინდისა, რომელიც ამბობს, რომ იმართუნე თუ არ იმართუნე ღმერთი მაინც მოწყალია მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა, რომელ ჟამს მოხვედი უყალთა მოწყალია მამა სულია ჩვენი შემოქმედი. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, ყველაფერი მისი შექმნილია, მისი ქმნილება. ერთადერთი არის სუფთა გული. ჩვენ ვხედავთ სახესა, კაცისასა, უფალი ხედავს გულსა, კაცისასა. შინაგან სამყაროს, ჩვენს აზრებს, ჩვენს ფიქრებს და რა თქმა უნდა, ცოდვებით დამზიმებულია ჩვენი გულიც და ფიქრებიც, მაგრამ უფალი მოწყალია. ადრიაკრიტელის კანონი იწყება ასეთი სიტყვებით: საიდან ვიწყო მეგლოვა, ძეგლი სადაც არ გავიხედავ, ცოდვებს ხედავ, ცოდვებს ვაკეთებ და საიდან ვიწყო? აი ეპისტოლეში, სარგმო ეპისტოლეში არის ზოგიერთი, როგორ ცხოვრობთ ჩვენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენი წარსული, ჩვენი დღევანდელი დღე და მომავალი. ჩვენ დაგირიგდება და თქვენ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ეს ეპისტოლე. დაუსვილი იყავი და დახარებული. დაუსვილი იყოს საქართველო, დაუსვილი იყოს ყოველი ადამიანი, ცოდვილია თუ მართალია, ცოდვილი მოაქციოს უფალმა, მართალს უფრო მეტი მისცეს სიმართლე და სიკეთე გვაკეთებინოს ყველას. ჩვენთან არს გაიყოს ქრისტე აღსდგა. საღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორესი. წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხოვნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბოს უყვეს. ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დიაკონო, ბერმონაზონო, სასულიერო და საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ ცხოვრებო თანა მემამულენო. ქრისტე აღდგა.
აღდგომის მადლითა და სიხარულით ახსილი ვადიდებ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გლოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარე საუკუნეთა. ბნებითა მიჩენითა ქრისტე, ბნებათაგან განთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხსნებისაგან ვიხსენით, უფალო დიდება შენდა. 59 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად. 7 კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდეთ პასექის სიხარულს, რომლის სადიდებლად ენა ამაოდ დაშვება. რადგან ადამიანური მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველით კაცთა მოდგმა 1991 წლის წინ გახდა. აღდგომა ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების წაროვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე. სადაა სიკვდილო საწერტელი შენი, სადაა ჯოჯოხეთო ძლევა ეს შენი. ქრისტე აღდგა. გიხაროდეთ. გარდა იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემოსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული. ბედნიერება ეს არის ცნება, ის მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ყველა ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისა და ერის წარმომადგენელია იგი. ოღონდ რა თქმა უნდა, ბედნიერებას ესახვის პიროვნება სხვადასხვანაირად აღიქვამს. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ ზოგნი ამას ღმერთთან სიახლოვეში ხედავენ, ზოგნი კი მის გარეშე მოიაზრებენ. ამ გაორებას სათავე სამოთხეში დაედო. ღმერთთან ერთობის პერიოდში ადამი და ევა აქ უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ როდესაც მათ საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განდიდების მიზნით უფლის დარიგება უგულებელყვეს, ყველა მიდრეკილებებს გაუხსნეს კარი და თვითონაც მათი შთამომავლობა. კაენის სულის მქონედ ღმერთის ზურგს აქციას და დაემონენ ეგოისტურ ზრახვებს, ამბიციას, ხორციელ და გზნობად მოთხოვნილებებს. ისინი ცდილობდნენ აქ, წუთისოფელში, მიიღონ შესაძლო პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება, იმ ქვეყნიური ცხოვრებისა კი ან არსამთ, ან ამ თემაზე საკუთარი წარმოდგენა და ყველაფერს სათავისოდ განსჯია. აბელსეითის გზით მავალნი კი ბედნიერებას მხოლოდ უფლის წიაღს უკავშირებდნენ. მათთვის მიწიერი ცხოვრება ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი. ის დრო და სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი. ასეთი პიროვნებებისათვის ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია გაცხადებული. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი ცნება, მეორე არის შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი. პირველი ცნება გულისხმობს ღვთისადმი ისეთ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ჩვენში. როგორ მივხვდეთ, ვარ თუ არა ამ განწყობით? შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და ამასთან ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული სიხარული თუ განსასწრელი უნდა მივიღოთ მადლიერებით. განათუნდაც მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის? ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე თავგანწირული სიყვარულის რელიგია და ბუნებრივია ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენ მშობლებსა და მათ წინაპართ, ისევ როგორც ჩვენ შვილებსა და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც
უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედიდან უგეშინის მცემელი ჩვენი. ამიტომაც, როცა თუნდაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის. მაგალითაშვილის გარდაცვალებაც. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღვთის განგებულებას ვერ ვინ ჩაწყდება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ვხედავთ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში და ბუნებრივია იგი ცათას შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს, ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთა სოფელზე. ყოველივე ეს კი იწვევს ფერიცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ ფაქტობრივად ეს ახალგაზრდები მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი მადლია იმ ქვეყნად წასულსათვისა და აქ მყოფთათვისაც. ხოლო თუ ამ ხალხს ასეთი განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ მათ გულებში უფლის ადგილი არც არასდროს იქნება. და რა კი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მით უმეტეს ჩვენ დროში განსაცდელებით, ამიტომ ვართ სავსენი? ეს მართლაც ასია. დემონი ყველანაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მათში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერლე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაჩინოდ მხოლოდ წუთის ოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხდეს. ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც. თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტების შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ. თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმს კი სურს მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ბოჭავს ადამიანს და თავისუფლებას აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქეჯნაც. იერიში მიტანილია ზნეობაზე და დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგად ადამიანურ ღირებულებებთანაც. ფაქტობრივად ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს თავაზობენ საზოგადოებას და სულიერი გადაგვარებისაგან უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმისა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან გართობის მიზნით სხვადასხვა შოუსა და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა მათი თქმით ხალხი განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან. ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ სპექტაკლების მონაწილეთაც არ ესმით სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებდნენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებენ, რითაც რა თქმა უნდა ღმერთს განარისხებენ. ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება, მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ ხისერზე და ზღვის სულსკულში ჩაეზირათ. ბრძანებს უფალი. ბუნებრივია ადამიანის ისედაც ცუდ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სისხლვე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა, ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევას, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს ცოდვასთან კავშირს. მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არ ახავს მიტოვებული, მასზე ღვთისგან დაეშვება განსაცდელი ან განსაცდელები, რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.
ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსვლიდო. მე პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენინგასგან განკურნებული. ასევე რთული და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი. ეს ხომ დასჯა არ არის, ლიუბსკრულიდან ჩვენი ამოყვანაა, ჭუჭყისგან ჩვენი განთავისუფლებაა. ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ. ამასთან ჩვენ თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლის სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალავ ნებათა დასადგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად. სასუფეველი ცათა იძულების და რომელნი აიძულებდნენ მათ მიიტაცონ იგი. ანუ სასუფეველი ცათა საკუთარ თავთან ჭიდილი, ცოდვათა დაძლევით მოიპოვება და ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის დაიმკვიდრებს მას. ვიმეორებ, ეს დაპირისპირება ღვთის განსაკუთრებული სიმწვავით, დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენს თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები. მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებს და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენიებს, ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ. როგორი დიდი წყალობა უფალს მიაჩნე თავისიანად. მე მინდა მივმართო ჩვენ ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, არ შედრკეთ. ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედად ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც წრთნის შეცოდებათა გამო. მართალია სხვათა მსგავსად ჩვენ რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო. ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან, ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა. ჯერ ერთი ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ის ვითარებაა. ამასთან მართალია საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მოხდა, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული. თითოეულმა ჩვენგანმა ამჯერად გულისხმობ მხოლოდ მორწმუნედ და მათ შორის სასულიერო პირებსაც. ჩავიხედოთ სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები. ფიქრობ ცოტანი არიან ისეთები, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. უმეტესი ნაწილი კი ძირითადად სიტყვით და ნაწილობრივ კი საქმითაც ღვთის მადიდებელია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მინდობილი ღმერთს. ეს გავს იმ პიროვნებების მდგომარეობას, რომელმაც ცურვა არ იცის, ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ფეხს ისველებს და ზღვაში ცურვის სიყვარულზე კი საუბრობს. რა თქმა უნდა, ათეისტური აზროვნებებისაგან ხალხი მალევე ვერ განთავისუფლდება და ზემოთქმული ამის შედეგიც არის. მაგრამ უკვე დადგა დრო თავარი სულიერი ორიენტირების გასწორებისა. ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ვედრება ამაო იქნება, რადგან არასწორად აღვლენილი ლოცვა ჰაერში განიბნევა და შედეგს ვერ გამოიგებს. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი შესაძლებლობისამებრ ღმერთით უნდა იყოს გამსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი დამოკიდებულება სასიცოცხლო და აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისათვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მიუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედება ჩვენს პირველ მშობლებს შორის. შევსურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და ვივსებით მისი მადლითა და წყალობით. ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის ასეთი აუცილებელი პირობა? მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გვხვდება, დაწყებული ჩვენი ოჯახის წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უცნობი, მაგრამ შენთან შეხებაში ყოფი პიროვნებებით. რა თქმა უნდა, ამათ რიცხვში შედიან ის ადამიანებიც, რომელთა ჩვენ მტრებს ვუწოდებთ.
ახლობლებისა და ჩვენი მოყვარული ადამიანების სიყვარული რომ აუცილებელია გასაგებია. ეს გრძნობა იმდენად ბუნებრივად მკვიდრობს ჩვენში, რომ აქ მოვალეობაზეც კი ლაპარაკი არ არის. ეს ჩვენი მოთხოვნილებაა. ჩვენი ხალხის ხასიათის წარმოსაჩენად ორ მომენტს გავიხსენებ. თუ კი ქვეყანამ გაუძლო ბოლო 20 წლის დუხჭირ ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრობის, მეზობლების, ნათესავების, ერთსულოვნებით მოხდა. უბრალოდ ადამიანები თვითონაც არას მქონენი მასზე გაჭირებულ უშუველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად დაუხვედრებლად ხდებოდა. ეს ხომ გმირობის ტოლფასია. თქვენ იცით, მე ყოველთვის მოუწოდებდი და მოუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს დაბრუნდით სამშობლოში და აქედიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების თავდადება, როგორც შვილების, მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ. მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკიდეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები. ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა. ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხები და წყენა და გულისწყენა ჩნდება, როგორ მოვიქცეთ. ცოდვის პირველი აუცილებელი წამალი სინანულია. თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია ბოდიში უნდა მოიხადო. აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა, თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობით დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა. როგორ ვიგრძნოთ გულით პატიობ თუ არა სხვას დანაშაულს? პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემწოდის ცოდვას. უფრო მაღალი საფეხური კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც იმ ადამიანს შენ სიკეთით უპასუხებ. შეიძლება ნაკლებად შემწოდეს შეუნდო, მით უმეტეს თუ იგი შენდობას ითხოვს, მაგრამ როგორ შევიყვარო მტრები, ისინი რომელნიც უსამართლოდ საშინლად გვექცევიან. ცოდვა რა თქმა უნდა არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავე სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა. საერთოდ კი შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს, მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგება, იგივე ახლა სხვათა საშუალებებით გააკეთე. ხოლო თუ შედეგი ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღვთის სადიდებლად დაითმინო ცილის წამება, რითაც შენ სხვა მრავალ ცოდვას ახოცავ და სულიერადაც ამაღლდები. მაშინ მტრის შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხყოფელი ფაქტობრივად თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან უღირსი საქციელის გამო საკუთარ თავს გაუცნობიერებლად ღვთის რისხვას უმზადებს. განარა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის. შენ კი თუ გონიერი ხარ, ასეთ პირობებში დიდ კეთილის მყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას. ასე რომ ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია. გავიხსენოთ მამა გაბრიელი ურგებაძე, აღმსარებელი და სალოსი. მოგეხსენებათ, სალოსობის ინსტიტუტი ძველი დროიდანვე იყო ცნობილი მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ გზით მავალნი ძალიან ცოტანი იყვნენ. ისინი ყველა დასანახად ისე იქცევიან, რომ თავის არარაობას გაუსვან ხაზი და სხვათა თვალში დამცირდნენ. ანუ სალოსები მარტო კი არ ითმენდნენ შეურაცხყოფას, არამედ საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ მათზე უარყოფითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რათა ყველასგან ფარული, დიდი ღვაწლი, ლოცვისა ეტვირთად არა მარტო ცალკეულ პიროვნებებისა და ერისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ასე იცხოვრა მამა გაბრიელმაც, დაიმდაბლა თავი და ამიტომაც ამაყდა. არანაკლები მადლმოსილება აქვთ ბეთანიელ მამებსაც, არქიმანდრიტებს, გიორგი მხეიძესა და გიორგი იოვანე მაისურაძეს და მე-20 საუკუნეში გაბრწყინებულ სხვა წმინდანებს, აღარაფერს ვამბობთ წინა საუკუნეებში მოღვაწე სხვა წმინდანებზე.
გამოდის რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის მტერი არ არსებობს. მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტის სული. ეშმაკი, რომელიც თავის მიზეზების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოდ, აი ვინ უნდა გძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც ცნეული და ვეცადოთ უმკურნალოთ მაწმულებებს. არსებობს ასეთი მოკლე ლოცვა, ღმერთო აცხოვნე, აქ უნდა ითქვათ მაჭირებელთა სახელი და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე. ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა. მაგრამ მოგეხსენება წამლობა ხშირად მწარია, თუმცა მისი მიღება აუცილებელია ჩვენი გამოჯანმრთელებისათვის. ასია ცხოვრებაშიც სიყვარული არ ნიშნავს ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალი ხომ მწვნის დანაშაულთა გამო, ამიტომაც ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, ხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე. შეუძლებელია შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წასული და მომავალი, როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც. შეუძლებელია სიწმინდით ტოლფასა ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა. შეუძლებელია მეგობარს ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას. უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობას მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდოლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და ამდენად მიუღებელი. პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აზრდაზე. ეს გარემო სასწავლებელთან ეკლესიასთან ერთად გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში. კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუგუღმარდა, მას შორის შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი. არაფერი ეტყინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ. ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავის დაუნებურად ბავშვები ეგოისტურ სულს აღაზევებენ. ეს არის გაუცნობიერებელი ტრობაშვილის შვილების მიმართ. ასეთი დამოკიდებულებების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება. არა აქვს შინაგვარი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენ და სახელზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლის უნარიანობაც. ამასთან არის ამბიციური და მეზე ორიენტირებული. ეს ყველაფერი სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა: არსებული დაკმაყოფილება, უინიციატოვა და მიშვებულობა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნი ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არ აქვს ძიების სურვილი. ეს მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რასასწავლებელს, ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს. ბევრი მიეჩვია უშრომველად ან შედარებით იოლი საქმიანობით თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამასთან თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობა, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა. ეს ყველაფერი არასწორი აზრობის შედეგია. ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღზარდო და პირველ რიგში ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგო. იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ. ამასთან პატარები უნდა მივაჩიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას
მეგობრებისადმი და საერთო ადამიანებისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას და თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულის გახარებას უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, სულ სიტუაციაში გამოსვლის პოვნას, რა თქმა უნდა შრომასა და წიგნის კითხვას, ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ საჭიროების შემთხვევაში თავით დაიცვას და სხვაც. ამასთან გარჩიოს სად არის შავი და სად თეთრი. არ არის კარგი და რა არის კარგი და რა არის ცუდი პირადად მისთვის, მისი ოჯახისთვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აფსილი, ამ თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე. ამ მიზნის მისაღწევად დედმამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ მათ. ამავე დროს ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ. ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედაბოზი და დღესაც ემანსიპაციის პირობებში ისევ მან უნდა შეძლო მთავარი გამაწოდასებელი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აზრდის პროცესში. აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა. სახელმწიფოს ვალდებულებაა ბავშვები დაიცვას მავნეს ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სწორიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას. უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმჯერებენ სხვადასხვა საკითხებზე. ახალგაზრდებმა და საერთოდ ნებისმიერმა პიროვნებამ ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა. ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევას. ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათ აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევნის უფლება და თავისუფლება ბოროტების მსახურებად არ აქციონ. თუ ეს გახორციელდა, მაშინ მშობლებს შეუძლია ჩათვალონ თავისი ვალიშვილებისა და სამშობლოს წინაშე ასრულებულად. დაახლოებით ასეთია მორწმუნე დამოკიდებულება ბედნიერებისადმი. ყოველივე ზემოთმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენი ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აგვავსებს. ამ მადლს არც ერთი ეპოქა არ მოიცავდა სრულად, მაგრამ არც ისეთი დრო ყოფილა ოდესმე, რომ სრულად განძარცვული ყოფილიყო იგი ამ წყალობათაგან. დღეს ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში ამბიციურობის, სრულ ჰუმანიზმის, ნელთბილი რწმენისა და ბოროტთაგან საიდუმლო გარიგების ხანაში კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედის მომცემი და განმამტკიცებელი ხმა. მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ. მაშ ვისი მეშინოდეს და ვისგან შევდრწუნდე. მართალია ბოროტი ძალა გამუდმებით გვებზვის, მაგრამ მასზე განუზომელად დიდი, ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც საადგომო ტრაპეზზე გვიხმობს. ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს, როგორც მესამე და ისე მე-11 ჟამის ქრისტიანებს. მას რომელნი ხართ კეთილმსახურნი და ღვთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, რომელ არს მონაი კეთილგონიერი შევედით სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა
და ყოველივე მიიღეთ სიმდიდრი სიტყვებისა, რამე თუ აღდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი, აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოკალათეობს, აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკვდართაგანის ასაფლავსა შინა, აღდგა ქრისტე მკვდრეთი და იქნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომელ არს დიდება და სიმხიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ქრისტე აღდგა. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. აღდგომა ქრისტესი 2014 წელი.